Კვამლის ის არის? всё. ამის სუნზე ლომკარი მოგდით გაძის. მსგავსია, მაგრამ ბევრად უფრო მსუბუქი. რა ის ჯობია? ეს ой, а чему его? Чему мучить, дорогой? О, дай варианты я говорю. Oh, no car, Może jakie takie jodero? Kabari. Hatta spadła, teraz pocałuję. Zanki chcę. ამ დიდმა სატვირთომ დაეჯახა ერთ ბავშვს, როგორც გავიგე. რავი, ტირილი.
გადარჩა თუ არა არის. ამბობენ რომ არა ერთმა თქვა ესეც სამცხარო ამბავი მოხდა. აი აქედანაც დაემატა ხალხი ინტერესის გასაგებად უმეტეს. აი დროებით მეაქციას დროებით. ეუფლებიან. აი ბავშვების და ახალგაზრდების 90% ქართულად წერს და კითხულობს. შუახნის თაობაში დაახლოებით 50%-ია ასეთი და ნუ მოხუც თაობაში 10-15% ისიც აი იმ დროინდელები რეზა შახის დროს, როდესაც ისპაჰანში მეტალურგიული ქარხნები შენდებოდა 1960-იან წლებში ჩასული ქართველებისგან თუ ისწავლეს ქართული წერა-კითხვა, მაგრამ ყველა თაობაზე არ აქვს მნიშვნელობა იცის თუ არა ქართული წერა-კითხვა, უყვარს ყველაფერი ქართული. ასეა ჰერეთშიც, მაგრამ ჰერეთში უკვე ძალიან ცოტა სოფელი მეტყველებს ქართულად. ის საბედნიეროდ არის ქართული სკოლები, მაგრამ ძალიან ცოტა სოფელში და დღეს გვაქვს ისეთი პრობლემები აზერბაიჯანში, სადაც სამწუხაროდ გაუმართლებლად ჩაკეტილი არის საზღვარი, სადაც მანქანით და ფეხით ვერ გადაყარ, უნდა გადაფრინდეთ თვითმფრინავით და თვითმფრინავიდან უნდა წარმოქმნიდე უკან, სადაც ქართული წიგნის შეტანა არის დაბლოკილი, ძალიან რთული. ფერეიდანში გაცილებით ადვილად შეიტან ქართულ წიგნს და თურქეთში დავითავად ცხადია. ვიდრე ფერეთში. აი თურქეთშიც არის ძალიან ბევრი პრობლემა ის, რომ მაგალითად ქართული კულტურის ცენტრები გვაქვს. ირეგორში, სამსუნში, ფაცაში, ორდუში, გულანჯაკში მაგალითად და სხვადასხვა ადგილას, მაგრამ საქართველოსთან მათ აკლიათ მეთოდური სახელმწიფო დახმარება. იქ ქართულიანის კურსებია და სამოყვარულო დონეზე ასწავლიან. ქართული ცეკვა-სიმღერის კურსებია და ძირითადად აი საქართველოსთან ჩატანილ სიმღერებს ასწავლიან. ეს კარგია, მაგრამ პირველ რიგში ადგილობრივი რეპერტუარია შესასწავლი და სცენაზე გამოსატანი, მაგრამ ამას მეცნიერულ დახმარებას უნდა რომ ვინმე ჩავიდეს მოხუცებში, ჩაიწეროს ეს ყველაფერი. გამოსცეს სიგნად, გადათარგმნოს თურქულად. ამ კულტურის ცენტრებსაც მიაწოდოს და აქეთკენ მისცეს, რომ ნუ გეშინია ბევრი ერიდება სოფელში გასვლას, რომ მაინც ცოტა სხვანაირად აღიქვამენ რომ აქო. ჩვენ უნდა მივცეთ იმის მაგალითი, რომ თვითონ სოფელში თვითონ ადგილობრივი რეპერტუარი მოიწიონ, ადგილობრივი ცეკვები, ადგილობრივი სიმღერები, ადგილობრივი ფოლკლორის ნიმუშები, რა თქმა უნდა, ზოგადად ქართულ ენასთან და ზოგადად ქართულ ცეკვასთან და სიმღერასთან ერთად ასწავლონ და უფრო უკეთეს შედეგსაც მიაღწევენ. და უფრო დიდი დაინტერესებაც იქნება ადგილობრივების მხრიდან. მაგრამ ახლა მეცნიერები, რომლებიც ასე თუ ისე ბოდიში ცოტა ხანში დავამთავრეთ, უბრალოდ მე ისეთ თემური დავასრულებ საუბარს. მეცნიერები, რომლებიც ხანდახან ვიღებთ სახელმწიფო დაფინანსებას და ისიც არ ყოფნის იმისათვის, რომ თვეობით ვიყოთ საქართველოს მოწყობილ მხარეებში და მონოგრაფიას, რომელსაც ქართულად გამოვცემთ, რომ თურქულად გადავთარგმნოთ და თურქულად გავავრცელოთ ეს. და იგივე მაინც ირანულად გავავრცელოთ, მაინც აზერბაიჯანულად გავავრცელოთ, ჩვენ ამის ფინანსური საშუალება არ აქვს. და ძალიან ბევრი პრობლემები არის ჩვენებურებში, რომელსაც თემური ღიად წერდა ყველაფერ ამაზე. ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, ქართული წიგნების დაბლოკვაზე და ასე შემდეგ. მე როგორც მეცნიერმა უფრო ცლად მიმოვიხილა ეს ყველაფერი და თემური თავის სტატიებში ღიად ითხოვდა ფერის შეღავათებს თურქეთის, ირანის, აზერბაიჯანის ქართველების მიმართ, ითხოვდა ყველას მოქალაქეობას, ითხოვდა გვარების აღდგენის საკითხში ხელშეწყობას, იმიტომ რომ არც ფერეიდანშია ოფიციალურად ქართული გვარები, არც ჰერეთის დიდ ნაწილში რამდენიმე ქრისტიანული სოფლის გარდა და არც თურქეთში კაცი ოზანადი წერება პასპორტში და ამბობს გოლქვაძე ვარო. თემური ილმაზია დღესაც პასპორტში, მაგრამ ხათამაძეა ნამდვილად. მე მინახავს ჰერეთში იაშვილები, ნაჩნიშვილები, ყარაშვილები, აბულაშვილები, მაგრამ აბდულაევი, აყამამედოვი, ალიევი და ეგეთი გვარები უწერია. როსტიაშვილი, მის ქრისტიანული როსტიაშვილები არიან კახის რაიონში. ისინი როსტიაშვილები არიან, მაგრამ უკაცრავად ზაქათრის როსტიაშვილები რატომღაც საფაროვები უნდა იყვნენ თურმე. და თემური ითხოვდა, რომ საქართველოს სახელმწიფოს ქონოდა თავისი პოლიტიკა ქართული გვარის აღდგენის კუთხით, ქართული კულტურის გავრცელების კუთხით, ქართული ეთნიკური თვითშეგნების დაცვის კუთხით. ამას საერთაშორისო სამართალი იცნობს. არაფერი თემური არ ითხოვდა ისეც, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით და ცივილიზებული საგარეო ურთიერთობების მიხედვით იქნებოდა შეუძლებელი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ხან ის უფლება ამდენი გაუთავებელი კრიტიკის გამო, მთელი რიგი წლები იწერდა თემური ღიად ამაზე და თან წერდა ქართულად და თურქულად და ელემენტარულად იმის გამოწვნა დავაფასოთ თემური, რომ თურქეთის ქართველების თითქმის 100%-ს რამდენიმე სწავლის გარდა წარმოადგენა არ ქონდა, რომ ირანში და აზერბაიჯანში ქართველები ცხოვრობდნენ და მით უმეტეს, რომ ქართული ენა არსებობს, კაცოიქა და ქართული წიგნი არსებობს, რამდენმა თურქეთის ქართველმა გაფრინდებით მე მითხრა ეს.
და თემურმა თურქულ ენაზე გააცნო ეს ხალხი არა მარტო თავისი პრობლემებით, არამედ თავისი ისტორიით, თავისი კულტურით და თუნდაც რომ სხვამ ვერაფერი გაეკეთებინა, ამისათვის იყო ის დასაფასებელი. და კიდევ ერთი, თემური 2012 წლამდე მუდმივად თურქეთში ცხოვრობდა და იქ დაიწყო ქართული საქმის კეთება. მან 2005 წელს ჯერ კიდევ მოითხოვა თანამოაზრეებთან ერთად ქართულ ლაზურ და აფხაზურ ენებზეც რადიო, ტელემაუწყებლობა რომ ყოფილიყო, გაზეთი ყოფილიყო, ოფიციალური მიმართვები გაკეთდა. ნუ მაშინ ამას შედეგები არ მოხდა, მაგრამ 2012 წლიდან ნელ-ნელა უკვე არჩევითი საქმის დონეზე დაიწყო ეს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ საერთოდ მიანება და ბედის ანაბარა მიაგდო, დღეს ბევრი პროექტი არის შეჩერებული, როცა იქნებოდა წინვალედ დაგვიგვინებული უკვე. და თემური იყო ჟურნალ ჩვენებურის, ეს დიდი ახმედ მელაშვილის მიერ დაარსებული 1970 წელს ჟურნალ ჩვენებურის სარედაქციო კოლეგიის წევრი. ანუ მას ქართველობა ხალხო არ დაუწყია საქართველოში გადმოსვლისას. და კიდე რაც თავარია, თემური ქართულ საქმეს აკეთებდა თურქეთში მაშინ, როდესაც ის სრულყოფილად ვერ ფლობდა ქართულ ენას და ვერ ფლობდა რატომ. ის დაბადებული იყო სტამბულში. ხშირად მიუთითებს, რომ არის ფაცელი მუჰაჯირების წარმოშობით ქობულეთიდან, რომელიც რუსეთ-თურქეთის ომის დროს 1877-78 წლებში მუჰაჯირების მიმართი შთამომავლები. და მისი მშობელი დედას და მშობელი მამაც ფაცის რეგიონიდან იყვნენ ტრადიციულ სოფელში დაბადებული გაზრდილი, ისე რომ 6 წლამდე თურქული არ იცოდნენ, როგორც იმ დროინდელმა ჩვენებულებმა. ტრადიციული ადათები, ტრადიციული სამზარეულოთი გასწრებული, მაგრამ ახალგაზრდობისას სტამბულში გადასული და ვინაიდან თემური დაიბადა სტამბულში და ბავშვობაში მხოლოდ ეპიზოდურად იყო სოფელში, სალიტერატურო ქართულს ვინ დაიცემს, სოფლური ქართულის კი არ იცოდა კარგად, მაგრამ მოინდომა ის სოფლური ქართულის მშვენივრად ისწავლა ქობულეთური აქცენტით. სალიტერატურო ქართულიც ისწავლა თურქეთში, ჯერ კიდევ თურქეთში ყოფნისას, როცა დაიწყო ქართული საქმეების ღიად-კეთება და შემდგომ უკვე 2012 წელს გადმოვიდა საქართველოში და ეს ქართული ხო დახვეწა და უკვე თარგმნას მიიღო ხელი. სტატიებს თარგმნიდა. აი, ენაც ვერ აღწერს, ეხლა მთელი 1 საათი არ მეყოფა მისი გამსახურებები რომ ელემენტარულად ჩამოთვალა. მაგრამ რაც თავარია, მას ეხლა მოუწია საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარდა. 2018 წლიდან ვიცნობდი, ხარს უჭერდი მის სტატიებსაც ვთქვამდი, მაგრამ დაჭერის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ თურმე რამდენიმე მე არ ვიცოდი ამის შესახებ. ნინო კაკულია, ეს არის თემურის საცოლე, არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ ის კიდევ ფიზიკურად ბათუმში ცხოვრობდნენ ორივენი და სუხდებოდნენ ერთმანეთს, გუნდები ხა მე თბილისელი ვარ და მე დაჭერებდი ბატონ თემურს მხოლოდ ერთხელ შეხვდი ფიზიკურად და ფეისბუქზე კი მქონდა ურთიერთობა. ერთად დადიოდნენ აქციაზე გვერდში და ყველანაირ ყოფით წვიმანებს უყარებდა ნინო. ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფს და მე გაგავების შემდეგ აი საკუთარი სისხლით ჩართხია სული აფსიქის მეცნიერების ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა კიდახა. აი ნერვიულობის დიაგნოზზე და აი ასეთი კარგი ადვოკატები რო ყავთ, თუნდაც აი ეს ბოლო ადვოკატი და თუნდაც წინა ადვოკატები, ეს არის ნინოს უდიდესი დამსახურება ამაში და იგივე თემურის თარჯემნობით საქმიანობაც დიდწილად ნინოს დახმარებით ხდება. ღმერთმა ქნას, ეხლა ჯერ დროებით გაათავისუფლეს ეს საყოველთაოზე იმინა ადგილია, მაგრამ იმედობენ რომ დანარჩენი სასამართლოებიც ასე უხმოვროდ ჩაივლის და თემურს საბოლოოდ გაათავისუფლებენ და სირცხვილი ქართულა ამ ხელისუფლებას. დიდი სირცხვილი, რომ აი ყველანაირად ეცადნენ რომ გაეცელებინათ. გაცილებით ადრე გაეცელებდნენ თემური მასები ბრძოლის უნარიანი არ ყოფილიყო და ყველათ მიმაძე რომ საჩივრები არ ეცელებდნენ. აი დღეს შესრულდა ეხლა მისი დაპატიმრებიდან ზუსტად 5 დღე. და აი რა რჯიდათ რომ ღამე გააწევეს გათენებას მაინც დაელოდანოდებოდა. თან სარჩი ხალხი, ჩემი მეგობრები, რამდენიმე ჩემი ლაზი მეგობარი წელოდებოდა, ნინოს მეგობრები ელოდებოდნენ, რომ პატარა გამამხნევებელი შეხვედრა აქციასავით მოეწყო. არ ვიცი, ასეთი რა ეტაკად, უცებ კარწახი ატანის გზით კაცი გააბარეს, მაგრამ თავარი არის, რომ თემური თავისუფალია და ჯერ შენობით მაინც და უსურვებ მას თავისუფლებას, უსურვებ მისი საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას და გაღრმავებას. და უსურვებს საქართველოში მალე დაბრუნებას, ღირსეულ მოქალაქეობას და კაცთა თავისი მოქალაქეობა არ ქონდა. თავის მოქალაქეობაზე დარბოდა სასამართლოებში და სხვისი მოქალაქეობისთვის იბრძოდა. თავისი გვარი აღდგენილი არ ქონდა და სხვისი გვარების აღდგენისთვის იბრძოდა. რატომ? იმიტომ ის სხვისი გვარების მისი გვარია. ყველაფერი მას თვითონ ქონდა. გათავისუფლებული კაცი, რომელიც აჭარისოფლები მოიარა შარშანწი 300-მდე სოფელი დაახლოებით თვენახევრის განმავლობაში თუ არა ვცდები. და ძალიან ბევრი ძველგვარებზე შეაგროვა ინფორმაცია, იმიტომ რომ ნახეთ რა მოხდა მუჰაჯირად რო წავიდა ხალხი და ზოგიერთი რო კიდევ ყველა თურქეთში ყველა ხო მუჰაჯირი და გადასახლებული არ არის. ტაოში, კლაჭაში, ლაზეთში მცხოვრებლები ესენი ავტოქტონი მცხოვრებლები არიან, რომელსაც ჰქონდათ აქ საქართველოსთან ნათესაობა და მუჰაჯირად ვინც გადავიდა და ბევრმა თავისი გვარი აღარ აღწევდა, მოძებნა ამან ნათესაური კავშირები და ნათესაური კავშირები უპოვა ქართული გვარები. არ შეიძლებოდა თემურის არანაირად გაძევება. მე არა მარტო მეგობარი და მეცნიერი კი არა ვარ. მე ვიყავი მოწმე ბუბა კუდავასთან, მამუკა ცოცხილიძესთან, საიდ მულიათ აფერეთ მერი პროფესორია ეს. ვიყავით მოწმე.
სასამართლოში, მაგრამ რა გინდა? სამჯერ მიყავით ადვოკატის მხრიდან გამოცხადებული და არც ერთ პროცესზე, არც ერთი მათგანი, არც ერთი წუთით არც ერთმა მოსამართლემ არ დავკითხა. თუნდაც რომ ერთ სასამართლო პროცესზე 5 წუთით რომ მაინც დავეკითხეთ, ხო შეიძლებოდა რომ ფორმალობა დაცული ყოფილიყო? არა. არც ერთი მოწმე, არც ერთმა მოსამართლემ, არც ერთ სასამართლო წოდამაზე, არც ერთი წუთით, არც ერთხელ არ დავკითხა. მოკლედ. ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია, მაგრამ აღარ შეგაწყენთ. ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ აქ იურისტები ბევრი არიან, მაგრამ თბილისში ვინც სამეცნიერო და ჰუმანიტარული წუთით ილაპარაკებდა და დაასაბუთებდა თემურის საქმიანობას, ესეთი ძალიან ცოტაა და ამიტომ სპეციალურად ამ ნიშნით წავსდებით, რომ მე იურისტი არ ვარ, მე ვარ მეცნიერი, ჰუმანიტარი ხელოვნება, მცოდნე მუსიკოლოგი. გაიხარეთ, დიდი მადლობა. უკვე დავიცრათ. მეგონა კიდევ ერთი გამოსვლელი იქნება. არა, მაშინ მოგეხმარეთ. სასამართლო ყველგან პოლიცია ყველგან მილიცია ამჯერად აქ შვიდზე მოვედი არ იქნება შვიდზე მეგონა დიდი ხანია აქ არ ყოფილიყო არ იქნება სამართალი ო დაახლოებით ცოტა ნაკლები გამარჯვება ხალხშია ძალა ერთობაშია გამარჯვება ხალხშია ძალა ერთობაშია ერთმანეთის მხარდამხარ დავიბრუნებ სამართალს კიდევ უფრო ხმამაღლა დავიკავებ სამართალს საკუთარი ერის მტერი ეთერი რეჟიმის ტყვეების მშობლებს სადაგზა მოემატებაო რა და რა ვიცი ნეტა ჯაე დიდი ხანი არ ყოფილიყო აქ ეთერი მშრომელებს ეთერი კურიერებს დამხობა რეჟიმს დამხობა რეჟიმს არ დავივიწყებთ ტერორს არ დავივიწყებთ ტერორს დიდი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვას ქვემოთაა იძარით გასცემენ კანიონებს ასხვისებენ დაცულ ტერიტორიებს ტყიბული გადაუფორმეს რუსებს ჭიათურაც უნდათ რუსებისთვის ატარორებენ და იჭერენ მშრომელებს დევნიან რელიგიურ უმცირესობებს დევნიან ეთნიკურ უმცირესობებს დევნიან ქვიარებს ნერგავენ სიძულვილს გააშუქეთ სიმართლე გააშუქეთ სიმართლე სიმართლისთვის ბოლომდე სიმართლისთვის ბოლომდე თავისუფლება მედიას თავისუფლება მედიას კლიანობა თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა გააშუქეთ
მედიკამენტები 305%-იანი ფასნამატით იყიდება. მინიმალური ხელფასი 20 ლარია. წელს პარლამენტართა ხელფასი 7000 ლარით გაიზარდა. პენსიები კი 35 ლარით. პარლამენტში 17 მილიონერი ზის. ფინანსებს გამგეობა. იგივეა სამინისტრო, ფული არ არის. ეს არის დახმარება, ხალხი გარბის თურქეთში, გერმანიაში დიაგნოზს ასვავენ სწორედ. ეს სპეციალურად ხდება. თუ აცოდნით არის, რომ სუპელას უსვავენ დიაგნოზ სიმსივნე, სასწრაფოდ უნდა გაიგეთო ოპერაცია. მიდიან გერმანიაში ჩვენი ქართველი მოსახლეობა თურქეთში და იქ არ ამტკიცდება ეს დიაგნოზები. რაშია საქმე? სახელმწიფო არაფინანსებს. რაშია რომ დიაგნოზის დასმა არ შეუძლიათ ქართველ ხალხს? ეს საქმე იყოს კერძო კლინიკები. კატე რო იღებს ადამიანი ესეთი ძვირადღირებულია და არ არის სწორედ დიაგნოზი დასმული, არც ბიოფსიაში, არც კატეში. რა ხდება საქართველოში? ხალხი დაცარიენ და გარბის ევროპაში რომ დიაგნოზი დაუსვან ხალხო, ეს როგორ შეიძლება? ესეთი რამე არასოდეს არ ყოფილა საქართველოში. მივმართავ უფროსობას, რომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს. გადაჭედილია კლინიკები, განუკითხაობა სამანტყოფოში. არ შეიძლება ესე. Solidarობა პაციენტებს! Solidarობა პაციენტებს! მედიკამენტები 305%-იანი ფასნამატით იყიდება. 2012 წლიდან დღემდე ემიგრაციაში მილიონზე მეტი ადამიანი წავიდა. 9 მილიონამდე ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთაა. ელაში ჯვარი, ინტუიტი, კვეტი-ცხოველი. ათხვისა და დაცულ ტერიტორიებს. აი შემოგვიერთდა ხალხი გადაგზავნეს. ხიბული გადაუფორმეს რუსებს. იეთურად უნდათ რუსებისთვის. ატერარებენ და იჭერენ შრომელებს. დევნიან რელიგიურ უმცირესობებს. დევნიან ეთნიკურ უმცირესობებს. დევნიან თვიარებს. ნერგავენ სიძულვილს. არ იქნება სამართალი. არ იქნება სამართალი. ყველგან პოლიცია. ყველგან პოლიცია. უსამართლო, სასამართლო. უსამართლო, სასამართლო. ხალხის ბედს. ხალხის ბედს. ხალხის ბედს. თავისუფლება მედიას. თავისუფლება მედიას. ჩვენ ვემიჯნებით ოლიგარქიას.
ოცებო თქვენ ხართ გვახსოვს ტერორის დღეებიც გვახსოვს სრუმოწმებიც სამდე არის ეს სიმართლე პარლამენტში 17 მილიონერისიც ორი განსხვავებული ცხოვრება საცხოვრებელს ითხოვენ საკუთარი ერის მტერი საკუთარი ერის მტერი ხოილების თვაში გვახჩობ ხოილების თვაში გვახჩობ სამდე არის ეს სიმართლე სიმართლისთვის ბოლომდე სამდე არის ეს სიმართლე სიმართლისთვის ბოლომდე უსამართლო სასამართლო უსამართლო სასამართლო ხის მდინარე გამომდინარე არ გაჩერდება ხალხის მდინარე ვერ გაჩერებს სოლიდარობა ვერ გაჩერებს სოლიდარობა გამარჯვება ხალხია გამარჯვება ხალხია ერთმანეთის მხარდამხარ დაუბრუნებ სამართალს კიდევ უფრო ხმამაღლა მოვიპოვებ სამართალს საქართველო ადექი საქართველო ადექი ხელოვნება ცოცხალია ხელოვნება უკვდავია საკუთარი ერის მტერი საკუთარი ერის მტერი ხოილების ზღვაში გვახჩობ ხოილების ზღვაში გვახჩობ გვახსოვს ტერორის დღეები გვახსოვს ტერორის დღეები გვახსოვს რუმოწმები არ დავივიწყებთ ტერორს არ დავივიწყებთ ტერორს დამხობა რეჟიმს დამხობა რეჟიმს დაკანონებულ უსამართლობაში დაკანონებულ უსამართლობაში გარდაუვალია ერთმანეთს მხარდამხარ დავიბრუნებ სამართალს კიდევ უფრო ხმამაღლა
თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა. თავისუფლება, თანასწორობა, სამართლიანობა. დიდება საქართველოს. დიდება უკრაინას. გამარჯვება საქართველოს. გამარჯვება უკრაინას. დიდება თავისუფლებას. დიდება თავისუფლებას. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თავისუფლება უცხათემაშვილს. თავისუფლება ბეთა ბაბაშვილს. თავისუფლება ალბიკორძაიას. თავისუფლება ნიკამელიას. თავისუფლება საბა ბაღდავაძეს. თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს. თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს. თავისუფლება ირაკლი პაპიაშვილს. თავისუფლება მერაბ სარალიძეს. თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს. თავისუფლება აჩიკო ჭუმბურიძეს. თავისუფლება თენგო გველესიას. თავისუფლება დანის კულანის. თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს. გამარჯვება თემურ ქათამაძეს. გამარჯვება თემურ ქათამაძეს. თავისუფლება მზია ამაღლობელს. თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას. თავისუფლება არტემ გრიბულს. თავისუფლება ანრი კაკაბაძეს. თავისუფლება ჯანო არჩაიას. თავისუფლება გიორგი ახობაძეს. თავისუფლება ნიკოლოზ კაციას. თავისუფლება თედო აბრამოვს. თავისუფლება ლუკა ჯაბუას. თავისუფლება გიორგი ტერიშვილს. თავისუფლება რევაზ კიკნაძეს. თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს. თავისუფლება სერგეი კუხარჩუკს. თავისუფლება საბას ხვიტარიძეს. თავისუფლება ნიკოლოზ ჯავახიშვილს. თავისუფლება ონისე ცხადაძეს. თავისუფლება რუსლან სივაკოვს. თავისუფლება ანრიკო არაცხელიას. თავისუფლება გურამ მირცხულავას. თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს. თავისუფლება ლაშა ჩხაიძეს. თავისუფლება ზვიად ცეცხლაძეს. თავისუფლება საბა ჯიქიას. თავისუფლება ირაკლი მიმინოშვილს. თავისუფლება ისაფ ალიევს. თავისუფლება თორნიკე გოშაძეს. მივეოცოთ დაბადების დღე თორნიკე გოშაძეს. ილოცავ! თავისუფლება გიორგი გორგაძეს. თავისუფლება ვეფხია კასრაძეს. თავისუფლება ვასილ კაძელაშვილს. თავისუფლება გურამ ხუტაშვილს. თავისუფლება დანიელ მუმლაძეს. თავისუფლება ანტონ ჩეჩინს. თავისუფლება დავით ხომერიკს. თავისუფლება დავით ლომიძეს. თავისუფლება გიორგი მინდაძეს. თავისუფლება არჩილ მუსელიანს. თავისუფლება თემურ ზასოხაშვილს. თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს. თავისუფლება ანატოლი გიგაუს. თავისუფლება მათე დევიძეს. თავისუფლება ომარ ოკრიბელაშვილს. თავისუფლება საბა მეფარიშვილს. თავისუფლება გიორგი ოკმელაშვილს.
თავისუფლება ირაკლი მეღვინეთუხუცეს. თავისუფლება გიორგი კუჭუაშვილს. თავისუფლება დავით კოლდარს. თავისუფლება ფრიდო ბუბუტეიშვილს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. გამარჯვება რეჟიმის ტყვეებს. სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს. დამხობა რეჟიმს. დამხობა რეჟიმს. მადლობა. მეგობრებო, მოგესალმებით. დიდი მადლობა ყველას, ვინც აგრძელებთ უცხოეთ პროტესტს. რამდენიმე საკითხს მოკლედ შევეხებით. პირველ რიგში, როდესაც სიას ვკითხულობდით, თქვენც ნახავდით, რომ ორი ადამიანი, თათი აფრიამაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე არ წავიკითხეთ ის, იმიტომ რომ ისინი არიან გარეთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბუნებრივია ყველა ძალიან გაგვიხარდა მათი თავისუფლება. და ისინი ცხადია, როგორც მათ თქვენს აგრძელებენ ამ პროცესებში ყოფნას, ბრძოლაში ყოფნას. ეს იყო სრულიად ამორალური მათი დაპატიმრება, ისევე როგორც სხვა ჩვენი თანამებრძოლების, ქალების, გოგოების, კაცების დაპატიმრება და ეს არის რაღაცა გარყვნილების სულ სხვა ხარისხი, რასაც ქართულმა ოცნებამ მიაღწია. მეორე საკითხი, დღეს დილით გავიგეთ ყველამ ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძე იცულებით გააცევეს ამ ქვეყნიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა უნდა ვწერდეთ ამაზე, უნდა ვაწვდიდეთ ინფორმაციას, მათ შორის ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს, იმიტომ რომ ეს არის მართლაც საერთაშორისო მასშტაბის საქმე, რაც ძალიან დამაზიანებელი არის რეპუტაციულად ნებისმიერი ტიპის რეჟიმისთვის. ამიტომ გამარჯვება თემურ ქათამაძეს, რომელიც არის ნამდვილად გამორჩეული პატრიოტი ამ ქვეყნის და ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ ამ ადამიანის გამარჯვებისთვის. მედროშეს ტყუილად არ ეძახიან ამ ადამიანს. მესამე საკითხი ხვალ არის მათე დევიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ დიდი ხანი ამას ვამბობთ ყველანი, ჩვენს რო ვიძახი ვამბობთ ყველანი ამას ლაპარაკობთ და ყველანი უნდა ვიყოთ ამ სასამართლო პროცესზე, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ მათე დევიძის თავისუფლებისთვის. თავისუფლება მათე დევიძეს. და მეოთხე საკითხი, ახლა სულ ცოტა ხნის წინ ვრცელდება ინფორმაცია, რომ უამრავ ადამიანს, მედიის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, ყველასთვის ნაცნობ ადამიანებს, თუ შეიძლება უცნობცაც, ყველას ურეკავენ და იბარებენ სოციალურ მედიაში გაკეთებული პოსტებისთვის, შეურაცხყოფისთვის, უბრალოდ მოსაზრების გამოთქმისთვის იბარებენ სასამართლოებზე. ხო და ამაზე ცხადია, რომ შეიძლება ჩვენი პასუხი იყოს, რომ რაღაცა ამან შეიძლება რაღაცა პანიკაში ჩაგვაგდოს, დაგვაბნიოს, ჩვენი დეზორიენტაცია გამოიწვიოს, რაც ბუნებრივი ამბავი არის, ხო, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს არ გავს მყარად მდგომი რეჟიმის საქციელს. ეს უფრო გავს რაღაცა აი მართლა ლაჩრის საქციელს, ეს უფრო გავს ისეთი რეჟიმის საქციელს, რომელმაც თვითონ არ იცის რა გააკეთოს. მეორე მხრივ ძალიან საშიში მტრის წინაშე ვდგავართ, ცხადია და ამის იქით უკვე არის მართლა, რა ვიცი, დახვრეტა არის ამის იქით, ხო, როცა უკვე სოციალურ მედიაში შემოიჭრენ და უკვე ამის კონტროლს და ამაზე ცენზურას აწესებენ და ამაზე შეიძლება დაიჭირონ არაერთი დაუჭერიათ და შეიძლება დააპატიმრონ ადამიანები, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა ჩაგვაგდოს პანიკაში, როცა ვიცით, რომ ეს ჩვენი პროტესტი, ჩვენი წინააღმდეგობა გრძელდება, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ვიქნებით ხვალაც აქ, რომელი ჩვენი თანამებრძოლიც არ უნდა დაიჭირონ, ჩვენ დავიკავებთ აქ მათ ადგილს და ვიბრძოლებთ მათთვის, ვიბრძოლებთ ნებისმიერი ადამიანისთვის. როცა მე ვიცი, რომ რაც არ უნდა დამაკავონ თუ დამაპატიმრონ, რომ ვიცი, რომ ჩემი მეგობრები ხვალ აქ იქნებიან,
თუნდაც განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანები აქ იქნებიან, ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ წინააღმდეგობა გავაძლიეროთ. ფორმებს მოვიფიქრებთ, დღეს შეიძლება პასუხები არ გქონდეს, როგორ გაგრძელდება რა ფორმით, როგორ მივაყენოთ, ასე ვთქვათ, რაღაცა დარტყმა რეჟიმს, მაგრამ იქამდე სანამ აქ ვდგავართ, იქამდე სანამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვდგავართ, იქამდე სანამ ზუგდიდში დგანან, ქუთაისში დგანან, ბათუმში დგანან, თელავში დგანან, ახალციხეში დგანან, აი არ დაგვაუწყდეს მათე დევიძე მაგალითად არის თელაველი, ხო? თუ მათე დევიძეს ხვალ დააპატიმრებენ, მათ შორის შეიძლება ბევრი ადამიანი აქედან წავიდეთ თელავში და გავაგონოთ თელაველებს, რომ ის პროტესტი უნდა გაძლიერდეს, რა თელავში დგას, რომ მათიანი, ჩვენიანი, მაგრამ მათიანი დააპატიმრეს და უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი. ამიტომ ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც პროტესტში დგახართ და აი ასევე ურყევად, აი ასევე ძლიერად, აი ასევე ერთიანად უნდა გაგრძელდეს ეს პროტესტი. პანიკა არაფერს გვიშველის, ცხადია უნდა ვიფიქროთ, მაგრამ აი ესე ურყევად უნდა გავაგრძელოთ ეს პროტესტი. დიდი მადლობა ყველას, სოლიდარობა და ერთად დგომა არის გამოსავალი აი აქედან. მადლობა, გელოდებით სასამართლო პროცესებზე და გელოდებით აქ. ვაყირებ აი აქ რაც არის ხალხი და სხვადასხვა კუთხეებზე რომ გამოვიდნენ გზაზე ასე 30 ადამიანი არ ვიდგებით რა 11 საათია უკვე 12-ის რაღაცეთი 10 წუთი დაახლოებით იმიტომ რომ 7 თუ 8 არ ვიცი ზუსტად და რა ვიცი რაც შეიძლება სადღაც ესე 20 წუთში ემას იზავენ რა ქვია დიდი ალბათობით გახსნიან კარგად გენაცოთ რომელიღაცა ინგლისურენოვანი ჟურნალისტები არიან სხვა ქვეყნის იქით ხარეს მიდიო გადასვლამია ხილად ხო დაიც თუ ხინავს მიერ ცხელა თავისუფალ სამართალი ყოველთვის სულს ვეძებ ყველგან მაგრამ ისე ვარსა და არის სიმართლისთვის გავარ ხალხი გაყინული თუნდაც ველი შვილო მოდი ჭამე ჩადი გადაკეტე რუსთაველი ვიბძვი შენ მიყავ გავარ მკივა ყვირი გედლებიდან ხატავ შენ მიჯერმე ისე ვხატავ ვიბძვი გედლებიდან განონს ვარ ველხავით განონს ხავით განონს ხავით ნარდი კარტი რიტმი ტაკი ქუქებს ვაჭვევს აღებავით